მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხი YouTube-ზე არის მიხეილ HD. დაგვიმატეთ, შემოგვიერთდით და თქვენ არ გამოტოვებთ მორიგ საინტერესო გაკვეთილებს. დღეისათვის მინდა შემოგთავაზოთ ცოტა სახალისო სასაცილო გაკვეთილი. მოდით ამ ყვანწილს ამოვუყანოთ სახელზე წვერები და გავხადოთ დაახლოებით აი ასეთი. მე მგონი ძალიან საინტერესო გაკვეთილია და მოდით დავიწყოთ. დავხუროთ ეს სურათი. გვაქვს ახალი საწყისი პორტრეტი. მოდით მოვხსნათ კლიტე. Alt-ზე ხელის გაჩერებით double click-ს ვაჭერთ და იხსნება კლიტე. და ვაკეთებთ ახალ layers. ამ layer-ისთვის ჩვენ გვესაჭიროება ფერი. ავირჩიოთ აქედან 50%-იანი ნაცრისფერი. ავიღოთ ფერის ჩასასხმელი ინსტრუმენტი და ჩავასხოთ. მოდით ახლა შევიდეთ filter menu-ში. ავირჩიოთ noise, ვიცეთ add noise და აქ დავაყენოთ 50-დან 60%-მდე. მოდით ავირჩიოთ 57-ს ავირჩიოთ. აქ აუცილებლად უნდა იყოს uniform და monochromatic. ვიცეთ OK. გადავიდეთ ისე პორტრეტზე, დროებით ეს ლეერი ჩავაქროთ და პორტრეტზე მოვნიშნოთ ის ადგილები, სადაც ჩვენ გვინდა ვიხილოთ წვერი. გადავიდეთ მასკის რეჟიმში, ეს ჩვენ შეგვიძლია ან ამ იკონკის დაჭერით, ან კლავიატურაზე Q shortcut-ის დაჭერით. ავირჩიოთ ფუნჯი და დავიწყოთ მოხატვა იმ ადგილების, სადაც ჩვენ გვექნება წვერი. აი ასე. აქეთ მხარესაც. აი ასე. შემოვაროთ ჯერ თუ რაიმე გამოგრჩა ან ზედმეტი მოგვივიდა ამავე მასკის რეჟიმში აი ამ შავის ან თეთრის შეცვლისას შეგვიძლია წავშალოთ ან დავუმატოთ იგივე მონიშნო. გადავიდეთ ახლა აქეთ მხარეს. მოვნიშნოთ ლოყები. ოდნავ თმაშით შევურიოთ. ნიკაპი. აი ასე. აქ ოდნავ შეგვიძლია მეჩქერად გავუკეთოთ. ასე ოდნავ შეგვიძლია დავაკლოთ ან opacity, ან flow, ჯობია flow დავაკლოთ და აი ასე რეალობასთან მიახლოების მიზნით ოდნავ გავაკეთოთ ბაცი კონტურები. აი ასე. აქ გვაქვს შესაძლებელი, მოდით ისე გავწიოთ 100%-მდე და გადავიდეთ თეთრ ფუნჯის რეჟიმზე და დავშალოთ ზედმეტი
ცუდი მონიშნული ადგილები. ისევ გადავიდეთ ჩაუფერზე X კლავიატურაზე X შორტკატის დაჭერით და ავადგინოთ ცარიელი ადგილები. აქაც გადავიდეთ, თუ რამეა ისევ შეგვიძლია წავშალოთ. გავასწოროთ ეს ადგილი. აქაც ასე. აი ამ ადგილებში უკვე შეგვიძლია ოდნავ გაბაცებული კონტურები გავუკეთოთ. ასე. აქაც და აქაც ოდნავ ტუჩებთან გაბაცებული კონტურები. აქაც და ბოლოებშიც ოდნავ ბაცი კონტურები გავაყოლოთ. აი აქაც და აი აქაც. წვერის ადგილი მონიშნული გვაქვს. გამოვდივართ მასკის რეჟიმიდან. ან ვაჭრეთ კლავიატურაზე Q-ს, ან ამ იკონკას. როგორც დაინახეთ, მონიშნული ადგილები აინთო, მოინიშნა ჩვენი მასკის რეჟიმი და რას ვაკეთებთ ახლა? ჩავრთავთ აი ამ layers, გადავდივართ ამ layerზე და ვაჭრეთ ეფექტებში მასკას. როგორც დაინახეთ, ეს ადგილი მოიჭრა და გადავიდა მასკის რეჟიმში. მოდით ახლა კლავიატურაზე დავაჭიროთ ინვერტაციას, Ctrl-I და მივიღეთ აი ესეთი სურათი. ახლა გავაკეთოთ უკვე წვერი blur ეფექტის საშუალებით. შევდივართ ფილტრში, შევდივართ blur-ში და ვირჩევთ radial blur. radial blur-ში ავირჩიოთ zoom ეფექტი, მივცეთ best, საუკეთესო ხარისხი. გავასწოროთ დახრილობა და აი აქ მივუთითოთ დაახლოებით 5-დან 10%-მდე. მოდით მე ავირჩევ 800. მივცეთ OK და ბუმ. გამოდის ნელ-ნელა უკვე როგორც რეალური წვერი. ახლა მოდით მაქსიმალურად მივაახლოვოთ რეალობასთან. როგორც ხედავთ, აი აქ ნამდვილი წვერი ვით არის გვერდებშიც. ცოტა გავარეალუროთ, მივცეთ ფერი, დავსვათ სახეზე, დავსვათ სურათის ფერებში და საბოლოოდ მივიღებთ ნამდვილ წვერის ეფექტს. ავირჩიოთ ფერის რეგულაციის ეფექტები. კლავიატურაზე ვაჭერთ Ctrl და B-ს და დავარეგულიროთ წვერის ფერი. აი ესე. დავუმატოთ წითელი. დავუმატოთ ოდნავ ყვითელი, თვითონ ვინაიდან ქერათმიანია, მომეტებული ყვითელი ფერი დაგჭირდება. მიახლოვდა და დაახლოებით გასწორდა. აი ასე. გადავიდეთ ჩრდილებში. ჩრდილებში ოდნავ წითელი მივცეთ. ოდნავ ყვითელი დავუმატოთ და ჰაილაითებში უკვე ოდნავ აი ესე ლურჯში გადავიყვანოთ. დაახლოებით ფერი დაჭდა. სახესთან მიმართებაში მივცეთ OK და გადადების მეთოდში ავირჩიოთ უпростоრეთ შეუსაბამოდ. შესაძლებელია ამ შემთხვევაში გვაწყობდეს overlay, soft light-ი ან multiply. მოდით სადაც უყვალა ერთად და
რომელიც გვაწყობს, რომელიც მაქსიმალურად მიესადაგება ჩვენთვის სასრულ ეფექტს, დავტოვოთ ის. მოდით ავირჩიოთ ჯერ overlay. overlay არ გვაწყობს აშკარად. ავირჩიოთ soft light-ი. soft light-ი უფრო გავს ძალიან თხელ მეჩხერწვერს. მოდით ვცადოთ multiply. აი multiply უფრო საჩვენო ეფექტია. ძალიან ლამაზად ჩაჯდა. მოგცა ის ეფექტი, რომელიც ჩვენ გვაწყობდა და ისე მოგვიწევს ფერის დასმა თმებთან მიმართებაში. მოდით ისე დავაჭიროთ Ctrl B-ს და დავიწყოთ ფერის შერჩევა. აი დაახლოებით აი ესეთი ფერი გვინდა. ავირჩიოთ ოდნავ ვითელი, არა ლურჯი. გადავწიოთ ოდნავ ისე ვაკეთ. აი ჯდება უკვე თმის ფერში, წარბის ფერში და საერთოდ სურათში. გადავწიოთ ისე აქეთ ჭრილები. მგონი დაჯდა ჩვენთვის სასრულ ფერში. აი ასე. მეტი აღარაფერი არ ესაჭიროება და ოდნავ დავაკლოთ ინტენსიურობა და მოვუმატოთ გამჭვირვალობა. შევდივართ აი აქ opacity და ოდნავ აი ესე დავაკლოთ. და როგორც ხედავთ, გამოგვივიდა ძალიან ლამაზი წვერის ეფექტი. ძალიან ახლოსაა რეალობასთან. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი სურვილის სამეფო მოვუმატოთ. დააკლოთ. მოკლედ ყველაფერი თქვენ ფანტაზიაზეა დამოკიდებული. აი ამ ფუნდის ეფექტით გადავდივართ მასკაზე და შეგიძლიათ დავუმატოთ აი ესე მივახლოვოთ ოდნავ. იმის მიხედვით თუ რა დაწოლის, რა სისქის ფუნჯი გვაქვს, ისეთივე სისქის წვერი გვექნება სახეზე. აი ასე მოვუმატებთ ან დააკლებთ, გადაიყვანთ შავ ფერში, შავი ფერი დააკლებს, ანუ გაპარსავს ამ ადგილებში წვერს და ასე შემდეგ. მოკლედ შეგიძლიათ იფანტაზიუროთ, გააკეთოთ თქვენსავე სურათებზე ან ნებისმიერი სურათიდან ეფექტი გამოგვივიდა, რაც თავარია, რეალობასთან ახლოა. აი ეს არის ახალი გაპარსული წვერი, ეს არის 1 დღის, ეს არის 2 დღის, ეს არის 3 დღის და ეს არის 1 კვირის. ძალიან ხალისიანი, სასაცილო და საინტერესო გაკვეთილი იყო. ეცადეთ, გააკეთეთ. დროებით გამშვიდობებით, თქვენთან იყო მიხეილი HD-ია, ჩემი არხი YouTube-ზე. კარგად გრძანდებოდეთ, შევხვდებით მორიგ გაკვეთილში.